Ვალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. პროექტი იმ წინააღმდეგობრივი კონტექსტების რეპრეზენტაციას გულისხმობს, რომელსაც დასავლეთ ევროპელი, ამერიკელი, ლათინოამერიკელი თუ ქართველი არტისტები სთავაზობენ მაყურებელს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 11 ხელოვანის, მათ შორის 6 ქართველის ნამუშევრები. ფესტივალი საქართველოში უკვე მეორე ტარდება. პროექტის მხარდაჭერი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრია. ეს საერთაშორისო გამოფენა ტარდება მეორედ პუნქტუმ კონტრაპუნქტუმი 2 მონაწილეობას იღებს 11 ქვეყნის წარმატებული მხატვარი და იმედი მაქვს, რომ მაყურებელი პოზიტიური განწყობით დაბრუნდება აქედან. ჩემ ნამუშევრების სერია, დიდი სერია ძალიან, რომელსაც გვეწყლის მეხსიერება და აგებულია ამ ცოცხალი წყლის ამ თვისებაზე, რომ მას აქვს მეხსიერება და თავიდან ეს იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენი ორგანიზმის დიდი ნაწილი, სადღაც მე მგონი 70%-ზე მეტი არის წყალი, რომელიც მოლეკულებით ძალიან ყოველ წამს გამოდიან ჩვენი სხეულიდან, უერთდებიან დიდ წყალს და მერე ნაწილი ისევ შემოდის ჩვენ სხეულში. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებისათვის ქართველი არტისტები არაერთ საინტერესო პროექტს ქმნიან. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფესტივალები იმისათვის, რომ გამოიქმნას მათი შემოქმედება და მოხდეს კულტურული ურთიერთობების დამყარება მათი კოლეგებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას.